ჩემს ფანჯარაში გაგახედებთ. 8 საკლია 20 წუთი. ბოდიში ძალიან ცუდი კადრი არის, მაგრამ გაჩვენოთ როგორ დროს გადიხარ აქ სამსახურში. ან ბავშვები რა დროს მიდიან სკოლაში. სკოლა რის ნახევარზე ან 8-ზე იწყება ხოლმე გააჩნია. დღის შოქს ისე ველოდებით, ვნახოთ როგორი დღე იქნება. შეიძლება 11-დან პირველ საათამდე გქონდეს ოდნავ დღის სინათლე და მეორე დღემდე კარგად იყავი. ეს არის ჩემი ნაძვის ხე. წელს მეგობრებო. რა სიტყვით? ხო ძალიან საყვარელია. ცოტა უცნაურად აჩვენებს ახლა განათებას კამერაზე, მაგრამ ცოტას თამაშობს ხო განათება. მაგრამ ესაა ჩემი ნაძვის ხე 2025-დან, სავარაუდოდ 2026-27-იც ეს იქნება ძალიან მარტივად გადასაადგილებელი. სადაც გაგიხარდება იქ რომ დადგავ. აი ეგეთი ნაძვის ხე. მაგრამ წელს პირველად რაც ვიყიდე, რაც გერმანიაში ვარ, არის Räuchermann. ეს არის გერმანული ტრადიცია. საყვარელი ხის ნაკეთობების, საყვარელი კაცუნების შეძენა. სხვათა შორის აღმოსავლეთ გერმანიიდან მოდის ეს ტრადიცია. ერცგებირგიდან, თუ სწორად მახსოვს, მე-19 საუკუნეში, როცა ფინანსურად ძალიან უჭირდა მოსახლეობას, სოფლებში განსაკუთრებით და მთის რეგიონში განსაკუთრებით, დაიწყეს ხის ნაკეთობების, ხელნაკეთი ნივთების, აქსესუარების გაყიდვა თავის რჩენისთვის და ერთ-ერთი ასეთი იყო Räuchermann, რომელსაც ტრადიციულად საშობაოდ ამზადებენ და შეიძლება იყოს სხვადასხვა ფიგურები, მებაღე, ჩემი ახლა არის მაღაროს მთის მაღაროს მუშა და ფაიფეს ეწევა. ფაიფე ქართულად არის ჩიბუხი, არ ვიცი ზუსტად. საკმევას მურს რასაც ეძახიან, საკმევას უფრო მაინც ეკლესიურად ეძახიან. აი ესე იყოფა ორ ნაწილად. მური ცალკე მაქვს ნაყიდი. სხვადასხვა შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, შეიძინოთ არომატიდან გამომდინარე. ჩვენ საკმელს მაინც უფრო ასე ვეძახით. საქართველოში და საეკლესიო რიტუალებთან უფრო არის დაკავშირებული გამოყენება. აი აქ მაგრდება. იწვის ხოლმე და სკვამლი გამოდის შემდეგ ჩიბუხიდან. აი ასე. ჩიბუხიდან გამოდის შემდეგ კვამლი. როგორც გითხარით, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეგიძლიათ რომ შეიძინოთ. ძალიან დიდი არჩევანია, მაგრამ უფრო ესეთი ტრადიციული პროფესიის, მებაღე, მცხოველი, ფიზიკურ შრომასთან რაც არის დაკავშირებული უფრო ძველ პროფესიებთან, ისეთი ადამიანების ფიგურებს უფრო, ესეთი პროფესიის ფიგურებს უფრო იპოვით, რადგან მთიდან მოდის ტრადიცია, რადგან მაღაროს მუშებიდან მოდის ტრადიცია, რომლებსაც სამუშაო აღარ ქონდათ და ხელნაკეთი ნივთების დამზადება დაიწყეს, გადავწყვიტე, რომ პირველი შენაძენისთვის მაღაროს მუშა იქნებოდა იდეალური არჩევანი. 1830 წლით თარიღდება სხვათა შორის პირველი ფიგურა. თუ ხართ აქეთ გერმანიაში, მაინტერესებს ძალიან თქვენ თუ გაქვთ და თქვენ რომელი პროფესიის ფიგურები გაქვთ შერჩეული. სხვათა შორის აი ამ წითელ პატარა სოკოს, ამასაც კი თავისი დანიშნულება და ისტორია აქვს გერმანულ ფოლკლორში. წითელი სოკო არის ფლიგაფილცე. იღბლის ბედნიერების სიმბოლოა, ბედნიერების მომტანი არის. წითელ სოკოს თუ იპოვი ტყეში. სხვათა შორის გერმანულ ენაშიც ეგრე არის Glückspilz. Glückspilz არის იღბლიანი, ანუ დუბის Glückspilz რო გეტყვიან, ესე იგი ძალიან იღბლიანი ხარ და ზუსტად ამ წითელ სოკოსთან ასოცირდება ეგ სიტყვა და იქედან მოდის და ძალიან სასიამოვნო სუნს აყენებს, მურით და საკმაოდ სუნს დარწმუნებული ვარ, კარგად იცნობთ. არ ვიცი აქამდე რატო არ მქონდა სურვილი, მაგრამ წელს პირველად ვიფიქრე და წელს პირველად შევიძინე. სალამ მეგობრებო, როგორ ხართ? დღეს ცოტა განსხვავებული ვიდეო გვაქვს. რამოდენიმე სხვადასხვა ვიდეოს მოვყარე ერთად თავი დღევანდელი ვიდეოსთვის. თითქოს და ვლოგი გამოვიდა, თითქოს და იცით ჩემი შესაძლებლობები, როცა ვლოგს ეხება საქმე. და დარწმუნებული ვარ ამ ვიდეომ კიდევ ერთხელ არაჩვეულებრივად დაგანახათ, როგორ არაჩვეულებრივად შემიძლია ვლოგების გადაღება და წლის ბოლოს მინდოდა რომ კიდევ ერთხელ მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობები, რატომაც არა.
წლის ბოლოს ყოველთვის დიდი დალაგება მაქვს სახლში, ეს ოდითგან როგორც ვიზრდებით ხომ მე ისე ვცხოვრობთ. ბებია ჩემი ალაგებს, დედა ჩემი ალაგებს და მეც დავიწყე აქეთ ლაგება რა გავაკეთო. თან ეხლა ფასდაკლებებზე დეკორაციისთვის რამოდენიმე ახალი ნივთი შევიძინე და მინდა რომ რაღაცები შევცვალო თაროებზე, ახალი წლისთვის, ახალი ვიდეოებისთვის, ახალი კონტენტისთვის და გადავწყვიტე რომ თან მე ამ საქმეს მივხედავ, იმიტომ რომ ეს სუნამოები, ტვერს თუ ხედავთ არ შეიმჩნიოთ. გეჩვენებოთ. არ არის ეგ მტვერი. ეს სუნამოები სათითაოდ უნდა დავწმინდო შუშის საწმენდით. ამიტომ სანამ მე ხა ამ რაღაცს მივყვები, თან მინდა რომ ცოტა გეჭორაოთ და 2025 წლის შეჯამება გავაკეთოთ, 2026 წლის გეგმების შესახებ გესაუბროთ და ვფიქრობ რომ მაგისთვის იდეალური საშუალება არის კითხვა-პასუხი. ინსტაგრამის სტორიზე კითხეთ, რაიმე კითხვები ხო აქ გქონდათ, გასულ წელთან დაკავშირებით, მომავალი წლის გეგმებთან დაკავშირებით, რამოდენიმე საინტერესო კითხვას მოვკარი თვალი, სხვათა შორის სულ რამოდენიმე საათის წინ ავწერ ტექსტორი. და ეს კითხვები ეხლა რაც რამოდენიმე საათში შემოვიდა. სულ ეგ იქნება, რასაც მოვახერხებ რომ დღევანდელ ვიდეოში ვუპასუხო. იმედი მაქვს, რომ აუდიო ძალიან ცუდი არ იქნება, იმიტომ რომ ჩემი მიკროფონი არ გადმომიტანია, აქეთ კამერა გადმოვდგიდა, მიკროფონი არ გადმომიტანია, ამიტომ იმედი მაქვს, რომ ძალიან ცუდად არის მე შემიხმა. პირველი, რა მუსიკას უსმენ? ოკეი, ეგ ცოტა ესეთი თემა არის. რაღაცა ამოჩემებული მუსიკის კატეგორია არ მაქვს, ან ამოჩემებული მუსიკოსი და მომღერალი არ მყავს, რომელსაც მხოლოდ ამის მუსიკას უსმენ, არ ვიცი, ბილი აილიშის ფანებმა რო იციან, მხოლოდ ბილის უსმენ, ანუ რაღაცა ეგეთი რაღაცა არ მჭირს. ხავს ვიზღუდავ მაინდა-მაინც, რომ მხოლოდ პოპს უსმენ, მხოლოდ როკს უსმენ, ან რაღაც მსგავსი. თუ სიმღერა მომწონს, თუ ტექსტი მომწონს, თუ მუსიკოსი მომღერალი მომწონს, უსმენ. საერთოდ არ მაინტერესებს სადღაც ვიღაცა კრიტიკოს მოსწონს თუ არა, Spotify-ზე რამდენჯერ ჩამოტვირთეს, აი მაგან რატო უნდა განმისაზღვროს მომეწონოს თუ არა სიმღერა. ხაიცით, აი იმის მიხედვით რომ მოსწონს, ეს ნაკლებად ცნობილია, ეს მეტად პოპულარულია, ამას ამდენი მოსმენა და ნახვა და ჩამოტვირთვა აქვს, ან YouTube-ზე, ან Spotify-ზე, ან არ ვიცი, სადაც არის ხოლმე განთავსებული მათი შემოქმედება. ბიჭო, გემოვნება არა გააქვს. სხვამ რატო უნდა განმისაზღვროს შენ რა მოგწონს და რა არა. მე Spotify აღარ მაქვს გავაუქმე გამოწერა, მართალი რო გითხრათ, იმიტომ რომ YouTube Prime მაქვს, YouTube-ის აბონემენტს ვიხდი ყოველთვიურად და ავტომატურად YouTube მუსიკაც Music შედის, API შედის ამ აბონემენტში, რაც ჩემს ტელეფონზე მაქვს, ონლაინაც შემიძლია ვუსმინო მუსიკას და პლეილისტები მაქვს, ოფლაინაც თუ ინტერნეტი არა მაქვს, ჩამოწერითაც შემიძლია რომ ვუსმინო რასაც მინდა. არის, აი ხა შევამოწმებ ძალიან მარტივად YouTube Music app-ში, ანუ სხვა პლეილისტებს ქმნი. წლების მიხედვით, ჟანრის მიხედვით, მუსიკოსების მიხედვით, როგორც გაგიხარდება, აი ოფლაინ mixtape-ი არის ყოველთვის ესეთი, აი ქუჩაში რო ხარ, ტრანსპორტში რო ხარ, აი მაშინ ვისუსმენ ხოლმე, მაგას გიჩვენებს ყველაზე საინტერესოდ, ვიცი ხოლმე რაღაცა ეტაპზე თითო სიმღერის ამოჩემება, რომელიც სანამ არ მომბეზრდება ისე ძალიან რომ მოსმენა აღარ შემიძლია, 24/7-ზე ვუსმენ. მე რაღაცა პერიოდი ვწყვეტ, გადამაქვს სხვა პლეილისტში, ანუ აქტიურ პლეილისტში არა მაქვს. მე რაღაც პერიოდში მე გამახსენდება ისევ რომ ეს სიმღერა რომ მომწონდა, მე ისევ ვუბრუნდები ხოლმე. ანუ სახლიდან სამსახურამდე, ან სამსახურიდან სახლამდე, არ ვიცი რაღაცა ეს სიტუაციაში, რამდენი სიმღერაც მყოფნის, არ ვიცი 3, 4, 5. ამოჩემებული მაქვს ხოლმე, თქვა 5 სიმღერა და თვეების განმავლობაში შეიძლება მხოლოდ 5 სიმღერას უსმენ. ერთი შეიძლება იყოს ჯაზი, მეორე შეიძლება იყოს პოპი, მესამე შეიძლება იყოს როკი, არ აქვს. მაგას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აი რაღაცა სიმღერების ამოჩემება ვიცი ხოლმე. ეხლა რო ვუყურებ, ყველაზე ხშირად ბოლო თვის განმავლობაში მოსმენილი მაქვს Lie to Me, 5 Seconds of Summer. მათი Lie to Me. მიყვარს ეს ჯგუფი და მიყვარს ეს სიმღერა. ეხლა ვუყურებ, რომ იტალიურ პოპს ვუსმენ სხვათა შორის. გაგიკვირდებათ და უნდა აღმოვაჩინოთ, მეგობრებო, თუ არ იცით, გირჩევთ იტალიურ პოპს. მე იტალიური პოპი აღმოვაჩინე, იტალიურს რო ვაკეთებდი, იტალიურის კურსს რო ვაკეთებდი უნივერსიტეტში, იტალიელი მასწავლებელი გვყავდა ლექტორი და ის გვირჩევდა ხოლმე სხვადასხვა სიმღერების ტექსტებს. ანუ იმისთვის რომ ენა იოად გვესწავლა. ესეთი მარტივი ტექსტები იყო, მარტივი სიტყვები, კარგად დასამახსოვრებელი. ესეთ სიმღერებს გვიგზავნიდა ხოლმე ლინკებს YouTube-ზე. და ნუ მე აპიხო რა თქმა უნდა იმახსოვრებს ახლა რაღაცა 1-2 რო გახსენი რომ ნუ ამას იტალიური პოპ მუსიკა მოსწონს. Separate Ways.
ეს გამახსენდა, ეს ადრე უსმენდი და მე Stranger Things-ზე გამახსენდა. ერთ-ერთი სერიის საუნდტრეკია. მეოთხე სეზონია, თუ მესამე სეზონის ბოლო, ანუ რო აღმოჩნდება, რომ მაქსი არის ერთ-ერთი 4-ისგან სპოილერები ბოჭი. მაქსი არის 4-დან ერთ-ერთი, რომელიც უნდა დაიღუპოს. აი მაგ სერიის საუნდტრეკი არის და გამახსენდა, რომ ეს სიმღერა მიყვარს ძალიან და ეხა ხო ვუყურე Stranger Things თავიდან ისე პირველი სეზონიდან და იქ კიდევ ერთხელ თავიდან აღმოვაჩინე ეგ სიმღერა. ისე ბევრი ძველი სიმღერა გამახსენდება ხოლმე ესე და თავიდან აღმოვაჩენ ხოლმე Bad Day მაგალითად. მოკლედ, რაღაცა განსაკუთრებული ჟანრი ან მომღერალი და მუსიკოსი არ მყავს. სიტუაციიდან გამომდინარე, იმ წუთას რა მომწონს, ამოჩემებულ სიმღერებს უსმენ ხოლმე და 2-3 თვეში ერთხელ ვცვლი. Your type. Okay. ეს მე მგონი ჯერ არ ვკითხა. არა ვიცი. საინტერესო კითხვა. ნუ, ანუ ქართულად რო ვთქვათ ეხლა კითხვა ნიშნავს, რომ როგორ ვიკითხავთ მაგას ქართულად? როგორი ბიჭები მოგწონს? Lego Boy უნდა ვთქვა ალბათ. ამაში იგულისხმება Lego type, Lego Boy-ში იგულისხმება ანუ ბიჭი, რომელსაც Lego-ს სათამაშოების აწყობა შეუძლია. ანუ ეს ასობით პატარა ნაწილაკების ერთად შეგროვება და აწყობა და მოთმინება აქვს ამისთვის. ხედვა აქვს, რომ ეს უამრავი პატარა დაშლილი ნაწილი, როგორც ერთიანი ფიგურა წარმოიდგინოს და დაჯდეს და ხელებით იმუშაოს იმისთვის, რომ საკუთარი ხელით აწყოს ეს ყველაფერი და ბოლომდე გავიდეს და მოთმინება და ენერგია გქონდეს მაგისთვის. რასაც მშვიდი ხელი ჭირდება, მშვიდი ნერვები ჭირდება, მოთმინება ჭირდება, ხედვა ჭირდება, რა თქმა უნდა. აი ეგეთი, მოგეთ, ხო, Lego Boy. Stranger Things უყურე უკვე დაიწყე. დამავიწყდა, როგორ მიყვარდა და მიყვარს თურმე ეს სერიალი. ვისაუბრე უკვე ჩემ ფავორიტი ფილმების და სერიალების შესახებ, თუ გამოტოვეთ ეგ ვიდეო, გირჩევთ ნამდვილად, ცოტა ხნის წინ ავტვირთე დეკემბრის დასაწყისში. ისევ თავიდან ვუყურე, როცა ველოდებოდი მეხუთე სეზონის გამოსვლას და კიდე უნდა გამოვიდეს ფინალური სერია, ჯერ არ გამოსულა, რა თქმა უნდა, 31-ში თუ პირველში გამოვა ბოლო სერია, ფინალური სერია მეხუთე სეზონის და დავამთავრებთ მაგით, მაგრამ აი დავიწყებული მქონდა როგორ მიყვარს ეს ნოსტალგიური სერიალი ამ ბავშვებით, რომლებიც აღარ არიან უკვე ბავშვები, მაგრამ აი ეს დეტალები, რაღაცა ისეთი საოცარი დეტალები აქვთ ჩადებული თითოეულ სერიაში, რომ და თითოეულ პერსონაჟში. ჩემი სტივის თმა. თუ კი რამე მშურს ბოლო პერიოდში ვინმესი არის სტივის თმა. საქართველოში დაბრუნებას თუ აპირებო, გეგმაში არ მაქვს. ანუ ის რო ვთქვათ, ჩამოვიდე ჩემი ოჯახის სანახავად ეგ რა თქმა უნდა, როგორც კი მეძლევა ხოლმე შესაძლებლობა ყოველთვის ჩამოვდივარ, მაგრამ ანუ მე გეგმაში არ მაქვს, არასდროს არ იცი, ანუ 100% კი და 100% არა, ესეთ რაღაცებზე რა თქმა უნდა არასდროს არ უნდა თქვა, რომ არასდროს არ იცი რა სიტუაციაში შეიძლება რომ აღმოჩნდე, მithumetes როცა ისეთ რაღაცებზე როგორც ვიზა და ცხოვრების უფლება უცხო ქვეყანაში, როცა ასეთ რაღაცებზე ხარ დამოკიდებული, 100%-ით რა თქმა უნდა ვერასდროს ვერ იტყვი ეგეთ რაღაცას, მაგრამ მე რო გითხრათ რომ იცი რა გეგმავ და გეგმაში მაქვს, ეგრე არა. სხვათა შორის მაგაზე გამახსენდა ახლა. ხო იცით, ვინც უცხოეთში ხართ, ვინც ემიგრაციაში ხართ, აი ზუსტად გაიგებთ ახლა რას გეუბნებით. ხო იცით, ისეთი სასტავი რო შეგეხმიანება და გწერს ბოლოს როდის ნახე რომ არ გახსოვს და ბოლოს აი გულით როდის მიწერ და მოგწერა, აი რომ მოინდომო რომ ვერ გაიხსენებ. ან საქართველოში როცა იყავი, მაშინ ხო რას ამბობ, სულ გეხმიანებოდა და სულ შეხვედრებს გეგმავდით და სულ დროს ატარებდით ერთად და რაღაცა. აი ეგეთი ხალხი რომ მოგწერს, აღარ უნდა ჩამოხვიდე? უკაცრავად. ერთ-ერთი ეგეთი შეტყობინება მქონდა ეხა ცოტა ხნის წინ. მეთქი რა, კაი პონტია რამე თქო, ცოტა ისე მივწერე რა, ღიმილის სმაილიკებით და რაღაცეებით. მეთქი კაი პონტია, სადმე თქო, ანუ სადმე პატიჟებს სად ჩამოვიდა თქო. მე ნიკერებს არა რა კაი პონტი ინგრევა ეს ქვეყანაო. ბიჭო, მაშინ მე რა შენ თუ ცუდ პონჩი ხარ, მე ცუდ პონჩი მპატიჟებ. ანუ შენთვის რატო აქვს ახლა მაგას გადამწყვეტი მნიშვნელობა, მე სად ვარ? დარწმუნებული ვარ ყველას ყავს ვინც ემიგრაციაში არის ერთი ეგეთი ძველი მეგობარი. თანასკოლელი ან კურსელი ან რაღაცა არ ვიცი, რომელსაც უცებ ნასვამზე გაახსენდები და ასე. შეროდის უნდა ჩამოხვიდე სადღაც. თორე საქართველოში რო ვიყო ხო რას ამბობ, ხა ყოველ კვირაში გნახულობ. აუ ნინა ცოტა გერმანულად გველაპარაკე რა.
რა გელაპარაკოთ გერმანულად? არ ვიცი. რამეს ვიტყვი და ტიტრები ჩართეთ, აბა თუ გადათარგმნის ქართულად, კარგად მაინტერესებს. წესით მითითებული მაქვს ხოლმე ყოველ ვიდეოზე და იმედი მაქვს, რომ არ ვიცი, არ მიყურები არასდროს არც ერთი ვიდეო ქართული ტიტრებით, მაგრამ ძალიან საინტერესოა, რამდენად კარგად თარგმნის ტიტრები ქართულად, რამდენად კარგად უმკლავდება YouTube ქართულ ენას, ძალიან საინტერესოა ეგ ამბავი, მაგრამ ich habe keine Ahnung, worüber ich sprechen soll. Also Deutsch ist meine erste Fremdsprache. Ich hatte schon damals in der Schule Deutsch gehabt, als meine zweite Fremdsprache. Also in dem Sinne, dass Russisch, natürlich, selbstverständlich, wie für uns alle. Ne? Russisch war meine erste Fremdsprache und dann kam Deutsch. Dann hatte ich auch an der Uni Deutsch als meine Fremdsprache. Da haben wir nicht so viel gemacht, aber wofür ich immer dankbar sein werde, ist meine damalige Deutschprofessorin. Sie hatte selbst in Deutschland studiert und sie hat mich und meine Freundinnen sehr motiviert, nach Deutschland zu kommen. Und dafür werde ich immer dankbar sein. Ich weiß nicht, ob ich das jetzt gemacht hätte, ob ich jetzt in meinem Alter so viel Mut hätte, so eine Entscheidung zu treffen, ganz alleine. Aber damals, vor 11 Jahren, das war keine schwere Entscheidung, ehrlich gesagt. Ich wollte etwas Neues machen. Ich war gerade mit meinem Studium fertig und ich dachte mir, okay, wieso nicht? Wenn ich das nicht jetzt mache, dann wann? Ich denke, das war eine gute Entscheidung. Und ich bin echt froh, dass ich das gemacht habe und es riskiert habe und ganz alleine nach Deutschland gekommen bin, in eine fremde Familie. Ich bin ja als Au-pair-Mädchen nach Deutschland gekommen. Und meine Gastfamilie war nicht einfach. Ziemlich komplizierte Kinder, 2 Jungs. Eltern auch. Also mein Gastvater war schon ganz nett, aber meine Gastmutter war kompliziert. Ich weiß nicht, ob ich das zweites Mal machen würde. Ich denke nicht. Ich weiß ja jetzt, wie das ist. Und nee, das kann ich nicht mehr. So viel kann ich nicht mehr tragen. Nee. Mein Nervensystem ist nicht mehr so stabil. Okay, war das genug Deutsch? Okay, შემდეგი თემა ეხება ბევრმა მომწერეთ, რომ ინტერნეტის ბნელი მხარე და ისტორიების თემა ზოგადად ხო გააგრძელება აუცილებლად 2026-შიო და არ ვიცი, ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი მომდის მაგ ვიდეოებზე და ყველა ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი, ამდენი დადებითი კომენტარი არც ერთ ვიდეოს სერიებზე და არც ერთ კონტენტზე არ მაქვს მიღებული, რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ მინდა რომ უფრო მეტი დრო დაუთმო მაგ კონტენტს 2026-ში და ძალიან მიხარია რომ ეს არის რაღაცა ისეთი, რაც თქვენს გაინტერესებთ და მოგწონთ და ფაქტია რომ ეგრეა, იმიტომ რომ ციფრები მეუბნება და მიჩვენებს მაგას. ეხლა ჩემი რიკაპი გამომიგზავნა YouTube-მა 2025 წლის. ნუ ერთი ნაწილი ის მე რასაც ვუყურებ როგორც მომხმარებელი YouTube-ზე და მეორე როგორც კრეატორი, ანუ ჩემი კონტენტი, რა იყო პოპულარული ჩემი ვიდეოებიდან 2025-ში და 5 საუკეთესო ვიდეოს გიგდებს, ანუ ყველაზე მეტად რას უყურებ და შენი გამომწერები შენს არხზე 2025-ში და 5-დან 4 არის ისტორიების ვიდეოებიდან. ან ინტერნეტის მხარე ახალი სერიიდან რომელსაც ვაკეთებ. 5-დან 4 და ერთი განხილვის ვიდეო მოხდა. კარგი გადასვლა გამოდის ახლა მარიამს აქვს ეს საინტერესო კითხვა, რომ мотивация საიდან მოგაქვს ხოლმე სიახლეების დაწყებისთვის ან რამის კეთებისთვისო. ნუ პირველ რიგში ის თემა, რომ YouTube-ს თუ ეხება ეს კითხვა, ამას როგორც ჩემს hobby-ს ისე ვუყურებ და ეს როგორც ჩემი არცი ან შემოსავის წყარო ან პროფესია ან რაღაც ეგეთი არ არის. რომ რაღაც ისეთი ვალდებულებები მქონდეს ან სპონსორის მიმართ, ან ბრენდების მიმართ, ან YouTube-ის მიმართ რაღაცა ისეთი თემა, რომ აი ეს უნდა გავაკეთო აუცილებლად, ეს ვიდეო ასე უნდა ჩავწერო აუცილებლად, ეს ასე უნდა ვთქვა აუცილებლად, ამის შესახებ უნდა ვისაუბრო აუცილებლად. არაფერი მსგავსი არ მაქვს, არაფერი მსგავსი შეზღუდვა არ მაქვს, იმიტომ რომ 100% თავისუფალი ვარ იმაში, რა თემის შესახებ საუბრობ. თუ რაღაცა თემა აღარ მაინტერესებს სიამოვნებას და აღარ მომწონს და სტრესავს, წვეთ ამ თემის შესახებ საუბარს და ამ თემის შესახებ ვიდეოების ჩაწერას და მართალი რო გითხრათ, სკინკეა და მაკიაჟი და ეს კანის მოვლა ზოგადად ეგ კომუნიტი ძალიან ტოქსიკური გახდა ბოლო პერიოდის განმავლობაში Instagram-ზე, ძალიან მოკლე კონტენტის სოციალურ მედიაში და YouTube-ზეც. ძალიან
დავიღალე ერთი და იგივე რაღაცის გამეორებით. როცა იმასზე ვფიქრობ, რომ აი რაღაცა ესეთი ინოვაცია და ეს ახალი ინგრედიენტი და ეს ახალი ტექნოლოგია და რაღაცა რომ გონია რომ აი ხამაზე ვისაუბრებ და აი ხა ეს წარმოიდგინეთ როგორი საინტერესო თემაა და რაღაცა ახალი კორეული ბაზრიდან რაღაცა ახალი ტექნიკა და ეს რაღაცები და ამ დროს ერთი და იგივე კითხვა რომელიც შემოდის პეპტიდების და რეტინოლის ერთად გამოყენება შეიძლება? იმიტომ რომ ვიღაცა ზის, არ ვიცი, ინსტაგრამზე თუ ტიკტოკზე თუ სადაც ის თეთრი ხალათით და უყვება თავის ათასობით გამომწერს, რომ თურმე რეტინოლის და პეპტიდების ერთად გამოყენება შეიძლება. ასე მგონია, რომ ჩაკეტილ წერში ვტრიალებ. შედეგი არის ნული. ძალიან ტოქსიკური გახდა ეს ყველაფერი, ანუ ყველა გადართულია ამაზე, რომ აი ბოლო ვირალური, ბოლო ვირუსული პროდუქტის შესახებ ისაუბროს. მოასწარი ყიდვა? გააქვს? შეგიძლია ვიდეოში აჩვენო? ესე იგი ძალიან მაგარია. მაქსიმალურად პოპულარული, მაქსიმალური ნახვებისთვის, მაქსიმალური ყიდვებისთვის, ძალიან არასასიამოვნო ადგილი გახდა ჩემთვის skincare community. აი ეს ბოლო პეპტიდების შრატი როგორ არ იყიდე და ერთი ვიდეო როგორ არ ჩავიწერე მაგას. არც მომინდება არასდროს რო ვიყიდო. ანუ ხვდებით რას ვამბობ, ანუ მაგის მიხედვით განისაზღვრება რამდენად კარგი კონტენტ კრეატორი ხარ, რომ აი ბოლო ყველაზე ახალი ცხელი რაღაცა თუ გაქვს სახში, რომ იმაზე ვიდეო ჩაწერო. თორე ისე არავის არ აინტერესებს რას ლაპარაკობ. და ყოველთვის ვამბობდი თავიდანვეც და ბევრჯერ გამიმეორებია ეგ ამბავი, რომ თუ რაღაც სასიამოვნებას აღარ მანჯებს, იმიტომ რომ ჰობია, ეს არის ჩემი თავისუფალი დრო. თუ რაღაც სასიამოვნებას აღარ მანჯებს, მაშინ შევცვლი და აღარ გავაკეთებ. ყოველთვის ვიმეორებდი მაგას და განსაკუთრებით ახლა ეს რო გამომიგზავნა კიდევ ერთხელ მონაცემები დეტალურად YouTube-მა, კიდევ ერთხელ დავწმუნდი იმაში, რომ ის თემები, რაც თქვა, ერთი წლის წინ გაინტერესებდათ, დღეს ისე ძალიან აღარ გაინტერესებთ, იმიტომ რომ ნახვები მეუბნება მაგას ძალიან მარტივად. და ძალიან მიხარია, რომ ის რაც მე ხა ძალიან მაინტერესებს და ძალიან მსიამოვნებს ამ სოციალურ მედიაზე და კრეატორებზე და ბრენდების ისტორიებზე და crime პოდკასტებზე და დოკუმენტურებზე ისტორიების მოძიება და ვიდეოების ჩაწერა თქვენც ძალიან მოგწონთ, იმიტომ რომ 5 ტოპ ვიდეოდან 4 ამ კატეგორიიდან არის. მე არ მჭირდება мотиваციისთვის, იმიტომ რომ მე თვითონ პროცესი მომწონს და მსიამოვნებს ვიდეოების ჩაწერის, დამონტაჟების, ატვირთვის, აი თვითონ ეს პროცესი არის ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და არა მაინდა-მაინც კონკრეტული თემა. ის არ არის გადამწყვეტი, აი ამ თემაზე ვსაუბრობ, თუ იმ თემაზე ვსაუბრობ, თვითონ ეს პროცესი არის ჩემთვის ძალიან სასიამოვნო. და ფაქტია, რომ ეს მიმართულება და ეს თემები გაინტერესებთ ძალიან, ამიტომ 2026 წელში დროის დიდ ნაწილს და კონტენტის დიდ ნაწილს ზუსტად მაგ მიმართულებას დავუთმობ. შევხედოთ, ნახოთ რა გამოვა. პირველად არ არის რომ რაღაცა მსგავს ვაკეთებ, ექსპერიმენტალური ვიდეოები. ნუ თლად ექსპერიმენტალური აღარ გამოდის, იმიტომ რომ 2025-ის გაზაფხულიდან მეორე ნაწილიდან მოყოლებული წერ უკვე ამ ვიდეოებს, ნუ უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც უკვე რაღაცა რაოდენობა ვიდეოების არის დაგროვილი არხზე და თლად ექსპერიმენტალურის აღარ გამოდის, მაგრამ უფრო ხშირად რო ჩავწერო მსგავსი ვიდეოები, მაგას გულისხმობ, იმიტომ რომ ხშირად გამიგეთებია რაღაცა მსგავსი სხვადასხვა კატეგორიებიდან ვიდეოების გატესტვა, რომ აბა არის თუ არა რაღაცა ისეთი, რაც გაინტერესებთ და რასაც ნახვები ექნება და რასაც კომენტარები ექნება, ლაიქები ექნება, ანუ მე რო ვიდეოს ჩაწერა მსიამოვნებს, თქვენ ამ ვიდეოს ნახვა გესიამოვნებთ. და ამ წუთას, რასაც მეუბნებით თქვენი ნახვებით, არის ის, რომ ნაკლებად გაინტერესებთ მაგალითად სუნამოებზე ვიდეოები. თითქმის არ აქვს ნახვები რეალურად, გულწრფელი თუ ვიქნები და რაც ვერ ხედავ განსაკუთრებულად აზრს, რომ გავაგრძელო. ბოლო პერიოდშიც უკვე შეამჩნევით კიდეც, რომ ისე ხშირადაც აღარ ვწერდი სუნამოების შესახებ ვიდეოებს, იმიტომ რომ ხედავდი, რომ მაინდა-მაინც არ გაინტერესებთ და ეხლა რომ ზუსტად გადავხედე მონაცემებს, რა ადგილზე არის სუნამოების შესახებ ვიდეოები, კიდევ ერთხელ დამიდასტურდა ეგ ამბავი, რომ ნაკლებად საინტერესო თემა არის თქვენთვის, ამიტომ კიდევ უფრო შევამცირებ მაგ ვიდეოების ჩაწერას. განხილვის ვიდეოები ასე თუ ისე მაინც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კატეგორია და თემა არის ამ არხზე და მაგას გავაგრძელებ აუცილებლად. და პატარა რეორგანიზაცია მინდა აუცილებლად გავაკეთო ახალი წლიდან იანვრიდან არხზე. სახელი შეცვლას ვფიქრობ, იმიტომ რომ მხოლოდ skincare-ს აღარ ეხება ეს არხი და შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ახალი გამომწერებისთვის ცოტა დამაბნეველი მომენტია, რომ crime-ის და გამოძიების და სოციალური მედიის და რაღაცა ეს თემების შესახებ რომ საუბრობ და Nina's Beauty Place ცოტა კი არ არის დარწმუნებული ვარ, რომ უცნაურად შეს, ამიტომ ვფიქრობ რაღაცა უფრო ზოგად სახელზე.
რაც მხოლოდ სკინქეასთან არ იქნება დაკავშირებული, იმიტომ რომ თვითონ ჩემი არხი აღარ არის მხოლოდ სკინქეასთან დაკავშირებული, შესაბამისად სწორი იქნება, რომ სახელი შესაბამისად შეიცვალოს. ცოტა background შევცვლით, ფერებს შევცვლით, ლოგოს შევცვლით. ორი პატარა გადახალისება მექნება 2026 წლიდან. მაგრამ ნახოთ, არ ვიცი რა თქმა უნდა, ის რაც შეიძლება 2025-ის მონაცემებში ესე იყო, შემდეგი წლის მონაცემებში ისევ შეიცვალოს და ისევ 100%-ით განსხვავებული იყოს. წინასწარ რა თქმა უნდა არ ვიცი, მაგრამ ის რაც ამ წუთას შემიძლია გავაკეთო არის, რომ რეაქცია მქონდეს იმ მონაცემებზე, რაცაც ამ წუთას მაძლევს YouTube და მეუბნება, რომ შენს გაუნწერებს, შენს community-ს ეს აინტერესებს. თუმცა ეს იმას ანიშნავს, რომ skincare შესახებ არ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა არა. Beauty news-ების ვიდეოებიც, ესეთი სტაბილური ნახვები აქვს, გამორჩეული არა, მაგრამ სადღაც შუაში, ასე ვთქვათ, ისი არა, რომ აღარ ჩავწერო და საინტერესო აღარ იყოს, მაგრამ შეიძლება ყოველთვიური ვიდეო აღარ იყოს. როცა დავინახო, რომ დამიგროვდა რაღაცა თემები, რის შესახებაც ღირს ერთი ვიდეოს ჩაწერა და შეიძლება საინტერესოდ გავაკეთო ვიდეო და თქვენთვის საინტერესოდ საყურებელი იყოს, ზუსტად მაშინ ჩავწერო და არა როგორც ეს რეგულარული, რომ აი თვის ბოლოს აუცილებლად უნდა იყოს beauty news-ების ვიდეო, როგორც მთელი 2024-25 მქონდა. მოკლედ უფრო მოვერგო იმას, რაზეც YouTube მეუბნება, რომ მოგწონთ და გაინტერესებთ და სიამოვნებით უყურებთ. ოკეი, მოდით, იმდენი ვილაპარაკე, შევხედავ რამე კითხვა ხო არ დაემატა. მადლობა მინდა გითხრა, რაც შენ არ მოგაჩინე, ვისწავლე კანის მოვლა წარმატებები. ძალიან დიდი მადლობა მელანო. მეგონი სწორად წავგიტყვი. კი, ძალიან დიდი მადლობა მელანო და არა მარტო მელანოს, ყველას ძალიან დიდი მადლობა. ძალიან სიამოვნებ თქვენი სახელების და სახეების და ფოტოების დანახვა კომენტარებში. დამახსოვრებული მყავს უკვე ადამიანები, რომლებიც თითქმის ყოველი ვიდეოს კომენტარების სექციაში ჩნდებიან ხოლმე და ნაცნობი სახეების და სახელების დანახვა. სხვათა შორის YouTube-მა ამომიგდო ადამიანების სახელები, რომლებიც top 5-ში არიან კომენტარების რაოდენობით. ანუ როცა კრეატორი ხარ, ცოტა უფრო დეტალურად ცოტა უფრო სხვა მონაცემებს გაწვდის YouTube-ი, ვიდრე თქვათ როგორც მომხმარებელს და ერთ-ერთი არის ვის რამდენი კომენტარი აქვს დატოვებული არხზე. გაუნწერებს, რომლებიც სისტემატურად ტოვებენ კომენტარებს ამ არხზე და ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ გამორჩევად განსაკუთრებულად მადლობა, იმიტომ რომ უკვე დამახსოვრებული მაქვს თქვენი სახეები და სახელები, როგორც გითხარით და ისა კომენტარები, რომლებსაც არ მხოლოდ მაშინ ხედავ, როცა რაღაცა კითხვა აქვს და რაღაცა აინტერესებს შენგან, არამედ უბრალოდ აი გულის დატოვებისთვის, მადლობის გადახდისთვის ვიდეოსთვის, რაღაცა დადებისთვის, რაღაცა დადებითის, რაღაცა სასიამოვნოს დაწერისთვის, დროს ნახულობენ ვიდეოს ნახვის შემდეგ, ამიტომ ამ ადამიანებს კიდევ ერთხელ გამორჩეულად ძალიან დიდი მადლობა. და ბოლოს კიდე გამორჩეული მადლობა ალექს, რომელსაც კომენტარების სექციაში შეხვდებით ესე რენდომ დადის და დერმატიკის განხელვას ითხოვს. ზუსტად იცის, რასაც აკეთებს. ალექსმა გამომიგზავნა ძალიან სასაცილო საინტერესო საყვარელს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩემი ვიდეოა დაუხერხული. პატარა კოლაჟი ვიდეოების, სადაც ჩემი ჩვეული სარკაზმით რაღაცებს ბოდიალობ და ბოლოს აღმოჩნდება, რომ თუმცა თქვენთვის დასამახსოვრებელი და სახალისო ყოფილა. 6 წუთიანი კოლაჟია, გაითვალისწინეთ, 5 თუ 6 წუთიანი კოლაჟია. ვიდეოს ხარისხზე ბოდიშს გიხდით, იმიტომ რომ ჩატში გამოგზავნილი ვიდეოა, რომელიც მე ლეპტოპზე ჩამოვტვირთე და ამ ვიდეოს მივაბი ბოლოში, ამიტომ ხარისხი არ შეიმჩნიოთ, მაგრამ რო არ გამეზიარებინა არ შეიძლებოდა. მოგეთ, ალექს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დღევანდელი ვიდეოსთვის და 2025 წლისთვის სულას იყო. ცოტა ხანი პაუზა მექნება ახალი წლის დღეებში. კონტენტი საკმარისი გაქვთ, თუნდაც მთელი დეკემბერი კვირაში 2 ვიდეოს ვტვირთავდი, ამიტომ შემდეგი რამოდენიმე დღე რო გეყოთ, საკმარისი კონტენტი გაქვთ. როგორ რეჟიმში დაგიბრუნდებით, შევხედავ მაგამბავს, იმიტომ რომ ჩემი სტუდენტური წლები მორჩა მეგობრებო. ოფიციალურად დიპლომი გამომიგზავნა უნივერსიტეტმა. ამიტომ ჩემი სამუშაო საათები ცოტა განსხვავებულია, ახლა სტუდენტური სამუშაო საათები მორჩა. მაგდენ თავისუფალი დრო აღარ მაქვს. ეხლა სხვა რეჟიმით და სხვა საათებით მუშაობ, გაორმაგებული საათებით, ამიტომ რეჟიმი როგორ იქნება არ ვირთვის, ძირითადად შაბათს საღამოს ვტვირთავდი ვიდეოებს. არ ვიცი შევძლებ თუ არა შაბათობით ვიდეოების ატვირთვას, იმიტომ როცა ვიდეოს ვტვირთავ, მინდა რომ მეც დრო მქონდეს, როცა ვიდეო პირველად გადის ლაივში, რომ კომენტარების ნახვა და პასუხის გაცემა და იქ ყოფნა შევძლო თქვენთან ერთად და შაბათი დღე სამწუხაროდ მაგისთვის ხელსაყრელი აღარ არის, იმიტომ რომ ძირითადად შაბათობით მუშაობა მიწევს. ამიტომ შეიძლება რომ კვირადილით გადავიტანო ვიდეო. მეტად თუ ნაკლებად თითქმის ყოველს კვირა დღე თავისუფალი გვაქვს და დიდი სხვაობაც აღარ გამოდის კვირადილით რომ გაიღვიძებთ.
ახალი ვიდეო დაგხვდებათ. ზუსტად არ ვიცი, არ ვარ დარწმუნებული როგორ იქნება ეგ ამბავი, მაგრამ აუცილებლად შეგატყობინებთ მაგ ამბავსაც. როგორი რეჟიმით გავაგრძელებ ვიდეოების აპლოდს ზუსტად რომელ დღეს. იქამდე კი ყველას ბედნიერშობა ახალ წელს გისურვებთ. კარგი ადამიანები დაიბედეთ, კარგი ემოციები დაიბედეთ. ისე რომ ეგ დადებითი ენერგია მთელი 2026 წლისთვის შემდეგ გეყოთ. დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao. Ცოტა რაღაცა უცნაურია რა, ანუ გამწმენჩი ეს ჩემი ლეპტოპი. როგორ დავიჯერო ახლა რომ შანელის დამატენიანებას პარფიუმი არ აქვს. ალბათ დაწერა დაავიწყე. ორი ვიდეო არ გამომადგება, იმიტომ რომ ერთ ვიდეოზე ხმარ ვარ გამ, მეორე ვიდეოზე ნახევარი ვიდეო ლაპარაკობ ისე რომ კამერა ჩართული არ არის. ეს რა არის? ვინ ითხოვა? ეს გვინდაო, ვინ ითხოვა? სახელები მჭირდება. ეს რა არის? ჯერ ეს ვისი ბებოს ახალგაზრდობა და 70-იანი წლების დისკო გავიხსენეთ ერთი წააგდო. მითხარ, რას გავს? რა არის? ისეთი სუნი აქვს. ამას ეძახიან სხვათა შორის ამის ნერვები მაქვს. მზისგან დამცავი არაფერი არ გადაგაქვთ. არავითარ შემთხვევაში. არ ვიცი ეს 175 წელი შლოპანცი რო ჩადე, 75 ამოაკელი და სრული ზომის მზისგან დამცავი. თვის გამონახი კარგი. რიანა დაბრუნდა. ველი გამოცოცხლა რა არის, იქნება რაღაცა ახალი სიმღერა შემოგთავაზო 60+, იმიტომ რომ ეს ამბრელას რამდენღაც უნდა ვუსმინოთ ახლა. დავიღალეთ. კიდე რაღაცა ეს სიტუაცია ძალიან ემოციური. ელი, დეკოლტე არ დაგავიწყდეთ. ნუ მე ხა დღეს ვიდეოში ძალიან ხმადაც ვერ წავალ. სხეულის სპრეი და სპრეი. დავეჯახე ჩემს მიკროფონს. ყველა ფავორიტებს ვიდეოში ამ ჯინსენის და რეტინალის კრემზე ლაპარაკობ და ცოტა ხანი პაუზა მე მგონი თქვენთვისაც კარგი იქნება, ჩემთვისაც კარგი იქნება და ტრიფონიასთვისაც კარგი იქნება. რამ გამახსენა ტრიფონია? ტრიფონია კიდე ციხეშია თუ იცით თუ არ დაიჭირეს იმ ფილმში ტრიფონია. მე მგონი არ დაიჭირეს ხო? ბადღეში ვარ ხედავთ. მეც მინდა ბახმაროში. მოკლედ, ახლოდან დავგუგლო. ახლოდან გაცნობის სოციალური ტერმინოლოგია, ტერმინი. ახლოდან დავგუგლოთ. ახლოდან გაცნობა, ახლოდან დაგუგლა. ინგრედიენტებს ნახევარი მოვაჭერი თურმე ეხლა დავინახე. აბა გამოიცანით რა ვქენი. მაგვორტ ესენსი, მაგვორტ საქმეა თქვათ. ამდა მაგუგლინოთ ახლა რამეზან. რაღაცა აი განწმენდები არაფერს აიდეს ვარ და ჩაყვალ ქაფ განწმენდა დავიღალე. რა უნდა გითხრათ აი ერთხელ საის ვისახეზე აკაფთა ჩამოი. შენ დიდი ბოდიში, მაგრამ შენ მეორეჯერ. შენ მეორეჯერ ვეღარ მოხვდები ჩემს როდინაში. 90-იანი წლები თუ გამოიარე და გადარჩი, როგორ შეიძლება პარაბენების გეშინოდეს? ჩვენ ვერაფერი ვერ მოუკლავს ხალხო. ჩვენ სიკვდილი უკვე დავამარცხეთ. და შეფუთვების ზომებს შეხედეთ გეღწევით. Das ist nicht in Ordnung. Das ist nicht in Ordnung. და ამი დამაზავე. What's wrong with me? 15 წუთი ვლაპარაკობდი გათიშულ კამერასთან. მიყვარს აზიური სენდელა? აქ აშკარად გქონდა მთელი აზიური სენდელა აქვს შიგნით ჩაჭრილი. დაბადების დღის თემა 1 წლის ბავშვისთვის არის ტენისი. ბატონმა ალექსანდრემ ორდინერის ახალ რეტინალს ადარებენო. მესმის როის მოცულობი დიდია უფრო, მაგრამ უნდა თქვა ეხლა ყველა რასაც ვფიქრობთ. ზომა ყველაფერი არ არის. ოკეი, მოვჭით მაიმუნობას არ ამბობს. ასევია ოზარექსის. ჯერ ნახევარზე არ ვსულარ და უკვე ვჭედავ. ვიცი ახლა. ვაიმე ანუასტონერი. ასე ქვემოთ რეიტინგში. ხო, იმიტომ რომ რასაც დაინახავთ TikTok-ზე. ყველაფერს არ უნდა დაიტაკოთ. რაც არის პროდუქტი, რომელზეც წინა ვიდეოში მეფის რუსეთის დროს მაშინ არ გვისაუბრია ამ პროდუქტს. სებოლოგი. მათი მაგვორტ. არა მაქერსონს დაგუგლის რომ მაგვორტის ესენცია. კივის და დაფნის ექსტრაქტი. სერიოზულად? ოკეი, ავკენწლეთ დღეს ძალიან კირინენსი ხო? რა გავაკეთო? Entertainment. ლუმილოგი. დარწმუნებული ვარ, შემაწუხებელი სუნი არ აქვს. მე ვიცი რა თქმა პრეტენზიული ხალხი. მომეშალა საბოლოო რა ნოდარის დედაზავით შპალერს ჩამოვხევ კედლიდან. ამას 50 პლუსი აწერია. ოკეი, 59 წლის თუ ხარ, იმ წინა კრემს იყენებ. 50 და პლუსი უკვე ამ კრემზე გამოდიხარ. კარგად დაიმახსოვრეთ. ამ კრემს 50-მდე არ ეხები. თუ გაქვთ კიდევ სხვა ბრენდები, რომელთა განხილვაც გაინტერესებთ, დერმატიკის გარდა, იმიტომ რომ არ აზიარებს ოფიციალურ საიტი ამ ბრენდის ინგრედიენტებს, ამიტომ ვერ ვისაუბრებ ამ ბრენდის შესახებ. ბულგარული ვარდი და დაფნა. ნევრები მეშება. ოღონდ არა დერმატიკი, ძალიან გთხოვთ. არ აქვს ოფიციალურ საიტზე ინგრედიენტების სრული სია, შესაბამისად ვერ განვიხილავთ ამ ბრენდს.
ეგ ბრენდი არა, რამე სხვა. შეიძლება ნაოჭების დაუთოებას აბი არ მოვიშალო, ძალიან მსი უფრო ნევრები არ მოვიშალო. ოკეი, მე ახლა ამაზე ნევრებს არ მოვიშლებ და თქვენ ამაში ფული არ გადაიხაროთ. ასები რამე დინგო დაატრიალეს და რაც ამოვიდა ის დაადეს თუ რა არის. ენერგიის ბუსტერი და 10 წელს მოგაკლებს და დაღლილი თვალები და ასე და ეგ თემა არ გვინდა ხა. ეგ თემა არ გვინდა. ზერო აი თითქოს ორი დღის მკვდრის ფერი გადევს სახელზე. ვით ბრენდები, რომლებიც ოფიციალურ საიტზე ინგრედიენტების სრულ სიას არ აზიარებენ, მსგავსი ბრენდების შესახებ ვერ ვსაუბრობთ და ერთ-ერთი ასეთი ბრენდი გახლავთ დერმატიკი, რომელიც არ ვიცი, მე მგონი cover უნდა შევცვალო YouTube-ზე და დავაწერო დერმატიკს ვერ განვიხილე. ასპარგონის მჟავას არ წვალოდებოდი. ეს არის პენაქსი თანაზე ქვემოთ არის ინგრედიენტები. მსგავსი ბრენდების შესახებ ვერ ვისაუბრებთ და ერთ-ერთი ასეთი არის დერმატიკი. და დერმატიკი განიხილვა. დერმატიკის გარდა